ინახავს ოპერაციაზე გამოგვიძებული პაციენტი. ანუ ტიპს უკეთებდნენ ოპერაციას და უცბად წამოდგა. ეს რა პერიოდია შუქი არ არის, წამლების დეფიციტიც არის და შუქი არ იყო და წამოხდა რომ გამოირთო. ოპერაციისაც ეშინიათ და ანესთეზიისაც ეშინიათ, ხო, ადამიანებს, რომ ვაი, რო ვეღარ გავიღვიძო. საოპერაციოში ორი გუნდია. ერთი არის ქირურგიული გუნდი, რომელიც აბსოლუტურად არის ორიენტირებული ქირურგიული პათოლოგიის კურნალობაზე და ანესთეზიოლოგიური გუნდი, რომელიც არის პასუხისმგებელი ყველაფერს დანარჩენ. გამოსვლის პერიოდში ადამიანი იწყებს რაღაცეების ლაპარაკს. ბევრი ადამიანის მესაიდუმლია, ცოტნე სამადაშვილი. ვერანაირი წამალი ვერ დამაძინა ანესთეზიოლოგმა, ვერ გაგიჟდა ანესთეზიოლოგი რაღაც ხენის დოზა, ვეშაპის დოზა. გამარჯობა, ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება. კავკასიის მედიცინის ცენტრის ანესთეზიისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგ, რეანიმატოლოგი ცოტნე სამადაშვილი და ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის ანესთეზია და ანესთეზიასთან დაკავშირებულ მითებზე. ვიდრე სტუმართან საუბარს დავიწყოთ, მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზობთ ხოლმე ჩვენი YouTube-ის არხზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია, რომ რაც უფრო ბევრი ვიქნებით და რაც უფრო ბევრი გამომწერი გვეყოლება, მით უფრო მეტ საინტერესო შინაარს, ეგრეთ წოდებულ კონტენტს შემოგთავაზებთ. ცოტნე მადლობა, რომ მოხვედი. და მიხარია, რომ ვისაუბრებთ დღეს სხვადასხვა ეს შენთან ინტერვიუს ინსპირაცია მაყურებლების, ჩვენი პოდკასტის მაყურებლების შეკითხვებიდან წამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებდა ანესთეზიის მიმართულებით და ძალიან ბევრ მითზე საუბრობენ ხოლმე, ხო? მადლობა, რომ მოხვედი და ვფიქრობ, რომ წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება. აი, მოდი, პაპსა შეკითხვით დავიწყებ შენთან საუბარს, ხო? გამოგვიძება უფრო რთულია თუ დაძინება? ანუ დაძინება უფრო რთულია თუ გაღვიძება? ხო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მიხარია, რომ სტიკაი პოდკასტი არსებობს. მინდა რომ ჩემი მსმენელის ასე ვთქვათ, ყურადღება და ინტერესი შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავაკმაყოფილო. ეს შეკითხვა არის ძალიან საინტერესო და ხშირი ხოლმე. ხო, ყველა მაგ შეკითხვას უსვამენ, ხო, ანესთეზიოლოგი? კი. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ გამოგვიძება და დაძინების მომენტი ერთნაირად საპასუხისმგებლოა ორივე. და ჩვენ ხშირად გვიტარებენ ხოლმე ავიაციასთან ტოლობას სვავენ, იმიტომ რომ პაციენტის უსაფრთხოება, მგზავრების უსაფრთხოება და შემდეგ ერთმანეთის ძალიან გავს. როგორც აფრენა და დაფრენა არის თვითმფრინავისთვის ორი საპასუხისმგებლო მომენტი, იმიტომ რომ უნდა გაიაროს სტაბილური ზევით აფრენიდან დაშვება და თავიდან აფრენა, ზუსტად ისეთივე არის ანესთეზიაში. ასე თუ გამვარტეს სწორად, ანუ ორივე აფრენაც, დაფრენაც და დაძინება გაღვიძებაც ერთნაირად პასუხისმგებლია. ხო, აი ის ძილის პერიოდი, ვისაც ანესთეზია ერთხელ მაინც აქვს გაკეთებული, ძალიან ცოტა ხანს გრძელდება ხოლმე და რო იღვიძებენ, პირველი შეკითხვა უკვე გამიკეთეთ ოპერაცია? არის ეს. აი რა ამოკლებს აი იმ შეგრძნებას, რომ შეიძლება ოპერაცია მიმდინარეობდეს 8 საათი, 9 საათი, 10 საათი და მაგრამ აი ჩაძინება გამოგვიძების დროს პაციენტი ძალიან აი დრო ფაქტობრივად არ არსებობს. ეს გაპარული დრო რა არის? კი, ეს არის ძილის დროს გატარებული პერიოდი. იმიტომ რომ ჩვენ რო გძინავს, ხო, ამის განმავლობაში არ ვიცი რამდენი ხანი ზუსტად რამდენი დრო გვეძინა რა. ზუსტად იგივე ანალოგიურია, იმიტომ რომ ძილი გამოწვეული არის მედიკამენტებით და ის ძალიან გავს თავის ფიზიოლოგიური რაც არსებობს, თქვა პარამეტრებით, ჩვენ ზომავს ძილის სიღრმეს და შემდეგ თითქმის ერთ-ერთია ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ ძილთან. ამიტომ რა თქმა უნდა პაციენტს არ ახსოვს ის პერიოდი გონიეროს ყოფილი ძალიან, მაგრამ ხო გაუღვიძები ხართ არა, რომ ძინავს კარგად კვლავ გაიღვიძა და უი რამდენი ხანი გეძინა რომ გეჭირა. მაგრამ სტანდარტულ ძილს რაღაცნაირად გვავკონტროლებ, რომ 7 საათი მძინავს 8 საათი. აი აი ანესთეზიის ძილი ძალიან მოკლე დროში გადის. ასე იმიტომ რომ ის არის ხელოვნური, ეს არ არის ბუნებრივი ჩვეულებრივი ძილი, ხო, თქვა რაღაცა ძილგუძილის ფიზიოლოგია ჩვენ გვაქვს და ამას ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მიცეთ ესეთი პროგრამა საკუთარ თავს, რომ აი დაახლოებით ამ დროს რო გინდა პასუხისმგებლობით რომ გაიღვიძო ამას ანესთეზიაში ვერ იზამ, იმიტომ რომ ის ხელოვნურად ანესთეზიოლოგის მიერ მოწვეული მედიკამენტებით გაღრმავებული და ისეთ დონეზე დაყენებული, რომ იმას შენ ვერ აკონტროლებ. ამიტომ
მაგის წინასწარ განწყობა ალბათ ბევრი ვიდეოები არსებობს გავრცელდა ამ ბოლო დროს ამ სოციალურ მაქსიმუმში ხელი შეუწყო რომ პაციენტს ეწინააღმდეგება ძილს და თვითონ შეყავს მედიკამენტი და მე არ დავიძინებ, მაგრამ მაინც დაიძინებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ფარმაკოლოგია თავის ეშვება. მაგაზე მე ერთ შეკითხვა მექნება შენთან, მაგრამ მანამდე ახლა ძილი რადგანაც ვახსენეთ, ხო? აი ყველაფერი რაღაცას გავს და ჩემი აზრით ძილი რაღაცით გავს სიკვდილს, რას ფიქრობ შენ? ძილი სიკვდილს არ გავს. გავს მარტო ფიზიკურად იმ ხრივ რომ თქვა თვალები აქვს დახუჭული და არ გესაუბრება და ინტერაქციაში არ შემოდის, თორე და ვერც აკონტროლებს შენს კი, თქვა ვერ აკონტროლებ ამ შემდეგ, მაგრამ ძილის დროს ადამიანის ჩვეულებრივ ცოცხალია, მეტაბოლიზმი არის, ბუნებრივია, მაგრამ მე უფრო ფილოსოფიური შედარება მოვახდინე, რომ აი რაღაც ძილი რაღაცნაირად გავს მაინც სიკვდილს, არა? კიდევ ერთხელ მეორე, ჩემთვის სიკვდილს გავს მარტო იმით, რომ თვალები აქვს დახუჭული და აქტიური არის და არ გესაუბრება, თორე ტვინი იმ დროს ინფორმაციას ამუშავებს, თავის საქმეებს აკეთებს, ნეირომედიატორული სისტემები მუშაობენ, ანუ კი, ნაკლები აქტივობით ვიდრე სიფხიზლეში, მაგრამ მაინც ცოცხალია. კეთილი, მოდი ახლა ისევ მაყურებლების შეკითხვას დავუბრუნდეთ და პაციენტების ქცევას, ხო? როდესაც ადამიანს აქვს ოპერაცია გასაკეთებელი, პირველი ვისაც ნახულობენ, ეს არის ოპერატორი, ვისთანაც გაიკეთებენ ოპერაციას და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ეს არის ანესთეზიოლოგი, ხო? ესე ვერ ვიტყოდი რომ 50-50 არის, აი 50-50%-ზე არის ოპერაციისაც ეშინიათ და ანესთეზიისაც ეშინიათ, ხო, ადამიანებს, რომ აი ვაი, რო ვეღარ გავიღვიძო და ასე შემდეგ, ხო? რა არის ის რისკები, რომელიც ანესთეზიოლოგმა უნდა დაფაროს, როდესაც პაციენტთან ინტერვიუირებას ახდენს წინა საოპერაციო პერიოდში. და რა შეიძლება გამოგვეპაროს? ოკეი, რეალურად პაციენტის საბოლოო გადაწყვეტილებას პაციენტი ოპერაციაზე გავა თუ არა და რამდენად ვთქვათ ის სცენარი იქნება, რომელიც ჩვენ გვინდა ყველა პაციენტთან, ხო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოპერაცია რომ მოხდება, შორეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. ამ გადაწყვეტილებას ქირურგთან ერთად იღებს ანესთეზიოლოგი, იმიტომ რომ მან უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, რამდენად გადატანადი იქნება ოპერაცია მისთვის. ეხლა მე არ ვსაუბრობ იმ ოპერაციებზე, სადაც ვთქვათ, საერთო ჩვენებით არის ან რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის გაკეთება აუცილებლობაა და ასე შემდეგ. გასაგებ ენაზე რო ვთქვათ, ხო, გეგმიური ოპერაციები. გეგმიური ოპერაციაზე მაგალითად, ნუ რომელიც ხნებათ, ვთქვათ, ავიღოთ თქვენ თქვით, რომ არ ვიყო მიკერდომული. ხო, შენ რადგანაც ლადოსთან მუშაობ ყველაზე ხშირად ნეიროქირურგიული რომელიღაც ოპერაცია, რომელიც საკმაოდ ისეთია. გრძელვადო დიდხნიანი ოპერაციები. ნეიროქირურგიულ ოპერაციებს როგორც წესი დიდი ნაწილი მათთაგანი არის ვთქვათ ან სიმსივნეები ან ანევრიზმები, გეგმიურად გასაკეთებელი, რომელიც ორივე სიცოცხლის რისკს შეიცავს, ხო? ანესთეზიოლოგთან უნიშნულოვანესი ნაწილი არის ის, რომ იყოს პაციენტი გულახდილი იმ ხრივ, რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყველაფერი უთხრას თუ რამე არსებობს ან რა. აი, მოდი ანკეტა შევადგინოთ, ხო? მოდი და დამისვი ეს შეკითხვები მაყურე ინტერაქციაში რომ შევიდეთ მაყურებელთან, ანუ თქვა ვიკეთებ შენთან ოპერაციას და რა შეკითხვებს დამისვავდი ანესთეზიოლოგს. იატო, ამის სტანდარტი არსებობს საერთაშორისო, ეს არის პაციენტის კითხვარი. სადაც შედის გულსაყრთა სისტემიდან იწყება, ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, გაწუხებ თუ არა გული, მარტივი შეკითხვებია, იმდენად მარტივი, რომ ნებისმიერ სოციალურ საფეხურმა შეძლოს მისი თავისებური ინტერპრეტაცია და პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ეს კეთდება ხომარიან ადამიანები ბოდიშაკო ჩაგეკითხები, რომლებიც აი მედიცინაში ვერ ერკვევიან და შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაზე სწორი პასუხი გამორჩით. ამას თვითონ არ აკეთებს ანესთეზიოლოგი სპეციალისტთან ერთად კეთდება ამ კითხვის შევსება. რა თქმა უნდა, ამასობაში ექიმს აქვს კიდე მანამდე ვთქვათ გარკვეული ლაბორატორიული კვლევები, კონსულტანტები, ვინც ჩართული იყო თერაპევტი, ვთქვათ კარდიოლოგი ძირითადად ვინც ხვდება ხოლმე და მათგან შეკრებილი ინფორმაციები გაქვს. უკვე რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ალარმები მონიშნული გაქვს. ჩვეულებრივი მარტივი კითხვარია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სოციალური საფეხურისთვის გასაგებენაზეა და არის მარტივი, ვთქვათ, ფიზიკურ დატვირთვას იტან თუ არა, რამდენ სართულზე შეგიძლია ასვლა, გაიკეთებია თუ არა მანამდე რამე ოპერაცია. რამდენ სართულზე შემიძლია ასვლა, ეს რომ დამისვას ეს შეკითხვები და მე ვერ უპასუხობ. ვთქვათ, რამდენ კიბეს, რატო?
ყველას აქვს სიტყვაზე რაღაცა ერთსართულიანი სახლი. ზოგადად კიბეზე არ მიყვარს, მაგრამ ოკეი, აგეტყვი რომ აი მაგალითად 5 სართულს ავალ შეგვეძლო. კარგი, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული შეფასების კრიტერიუმები და ფიზიკური აქტივობა, მერე ფასდება რაღაც გარკვეული ქულით, რომელიც ჩვენთვის რაღაცის მიმანიშნებელია. თუ თქვათ იგივე თქვათ ფიზიკური აქტივობა რომ მე არ შემიძლია ერთი სართული არა ერთი კიბის უჯრედი ერთი ნაწილი ავიარო თავისუფლად უკვე ნიშნავს რომ იქ ან ფილტვის ან შეიძლება გულის პრობლემა აქვს და მე ჩაღრმავებული კვლევები შესაძლებელია დავნიშნო. რა თქმა უნდა ერთი შეკითხვით ჩვენ არ ვიფარგლებით აქ არის ესეთი ჯვარედინა კითხვები რომლებიც ერთ და იგივე პრობლემას სხვადასხვა მხრიდან გაფასებინებს და მე დგება საჭიროება ან კიდევ სხვა სპეციალისტი ჩავრთოთ ხო რაიმე სხვა დამატებითი გამოკვლევა დავამატოთ თუ დავტოვოთ ეს საკითხი ისე, იმიტომ რომ ამ ოპერაციისთვის თქვა რელევანტური არ არის, შეიძლება ესეც იყოს თქვა სიტყვაზე. ყველა ორგანოთა სისტემაზე არის დასმული შეკითხვები, მათ შორის არა მარტო ორგანოთა სისტემაზე, არამედ ისეთ მდგომარეობებზე, როგორიც არის თქვა ქონია თუ არა გულყრა, ან წახსვლია თუ არა გონება ოდესმე, ხო? ხო, როგორც წესი, თქვა ეს კულტურალური ნაწილია, თქვა საზოგადოებაში თქვა იყო, რომ აი ეპილეფსია თუ გაქვს დამოყვა კი იყო და მალავდნენ ეს ადამიანები. ანუ იქ დასმული შეკითხვა, თქვა ეპილეფსია არ წერია, ქონია თუ არა გულყრა, ან წახსვლია თუ არა გონება, ხო? ოდესმე, რომ გულის წახსვლა შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს, ხო? მე ჩაკითხვით, აი როგორ რა ვითარებაში ერთხელ ბევრჯერ შემდეგ ანუ ძირითადად პაციენტები ამას სწორად ცემენ პასუხს, თუმცა ქონია შემთხვევებსაც დამალეს, ხო? მაგრამ აქვე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ პაციენტის გამოსავალთან და არა ვთქვათ ექიმის პრობლემა ეს კი, ჩემი პრობლემა იმ მხრივ, რომ შეიძლება შედეგი არ მივიღოთ ისეთი როგორც გვინდა. ამიტომ ამ ხრივ გულახდილობასაც კითხვარში არის და ამ შემდეგ დიდი ყურადღება ეთილია, ხო, ანუ ძალიან ბევრს ასევე ანესთეზიისას ეშინია ალერგიული რეაქციების, ხო? ხო, აი ამის დაზღვევას როგორ ახდენ და ვთქვათ, რომელია ის რელევანტი, ადრე იყო ხოლმე, რომელიც ხლა ითვლება რომ ბულშიტ არის, აი კახსოვს აქრო უკეთებდნენ ხოლმე და სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავდა. ხო, ვილაპარაკოთ მაგაზე. ხო, და ბევრად უფრო სხვა მეთოდები ახლა რომ რაღაცნაირად ეს ალე რაღაც მედიკამენტზე გაქვს თუ არა რაღაც ტიპის რეაქცია რომ გამოვიყურიოთ, ხო? და თან ესეც უნდა ვთქვათ ისიც რომ ადამიანს შეიძლება ეს ალერგიული ფონები შეეცვალოს, ხო? შეიძლება არ კონდეს წარსულში არანაირი ალერგიული ნიშანი და გახდეს იქ საოპერაციოში. საოპერაციოში მაგალითად პირველად, ხო? ალერგიას რაც შეეხება, ეს არის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში გვაქვს რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, შეკითხვები ამასთან დაკავშირებით. რა მაგდეს ლეიკოციტოლიზი. ლეიკოციტოლიზი არ ითვლება. ეს რაღაცა ძალიან ბევრს ნიშნავენ ხოლმე დღესაც და მე პაციენტებს და არ არის რელევანტური სიტუაცია ესეთია. ალერგიული რეაქციის განვითარების, ასე ვთქვათ, უფლება ჭყალებს შევა ყველა პაციენტს, ანუ შეიძლება მე არ ვარ ალერგიული, მაგრამ რაღაც ალერგენზე მქონდეს ალერგიული რეაქცია. არსებობს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები და არის ალერგიული რეაქციები, რომელიც სიცოცხლის საშიშროებას იმდენად არ წარმოადგენენ, რა თქმა უნდა, მისი აღმოჩენის პირობებში. თუ პაციენტი ალერგიული არის მედიკამენტებზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩაკითხვა უფრო მეტად დეტალურია. იმიტომ რომ რომელ მედიკამენტზე, იმიტომ რომ საანესთეზიო მედიკამენტები და ის მედიკამენტები, რომლებიც იმ კონკრეტული პაციენტის კურნალობისთვის გამოიყენება, ანესთეზიოლოგმა რა თქმა უნდა ყველა იცის. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად კიბოგამაყუჩებელი ანტიბიოტიკი რა ძირითადად ლატექსი, რომელიც იცით, რომ გავრცელებული და საკმაოდ სერიოზული ალერგია და ლატექსი შეიცავს თითქმის ყველა სამედიცინო, ასე ვთქვათ, სახარჯი მასალა, ხო? შეიძლება ის კატერი სისტემა გადასხვის ხელთათმანი და ამ შემდეგ ამასადმი ექსპოზიციამ შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოიღოს, შედეგად მოხდეს. ამიტომ ანესთეზიოლოგთან ამ ტიპის საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ვიცოდეთ ჩვენ ზუსტად და რა ტიპის ალერგიული რეაქცია ქონდა პაციენტს. ხა ჩვეულებრივი რაღაცა მარტივი ურტიკარია სიტყვაზე ვამბობ მაგალითად ნიგოზზე, ხო? არ წარმოადგენს ისეთ ალერგიულ რეაქციას სიცოცხლისთვის საშიშს, რომელმაც მე უნდა მაიძულოს ანესთეზიოლოგი ან ნებისმიერი ექიმი, რომ ყველა მედიკამენტზე კვლევა ჩაატაროს. გარდა ამისა, აქვე მინდა მაყურებელი გარკვეულწილად დავამშვიდო თქვა, რომ ჩატარებული კვლევა, როდესაც მოგაქვს დასკვნა, რომ ალერგიული რეაქცია ამ მედიკამენტზე არ აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ არ განვითარდება.
ამიტომ არის ანესთეზიოლოგი რეანიმატოლოგი საოპერაციოში, ან ამ შემთხვევაში ანესთეზიოლოგი, იმიტომ რომ მას აქვს ის კლინიკური უნარები, რომ მართოს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე უფრო დიდი საშიშროება, ხო? ანუ ანაფილაქსიური შოკი და განვითარებულა შენს კლინიკურ პრაქტიკაში ანაფილაქსიური. რა თქმა უნდა, განვითარებულა ბევრს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მას თავისი ეპიდემიოლოგია აქვს და რეალურად ეს რიცხვი ესევე არის, არ ყოფილა რა თქმა უნდა ბევრი, მაგრამ საბედნიეროდ ყველა მართულა. როდესაც ანაფილაქსიური რეაქცია და შოკი ვითარდება, მასაც აქვს სამწუხაროდ თავისი, თქვა, სიკვდილობის რეიტი, ქართულად როგორ მაჩვენებელი. თუ კომორბიდული ფონი, ანუ სხვა დაავადებები, მწვავეები ბევრი არსებობს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამაზეც არის დამოკიდებული და ალერგიული რეაქციის გამოვლენების ინტენსივობაზე. თუმცა როგორ ამოვიცნოთ ალერგიული რეაქცია და ამ შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქცია, ეს ყველა ანესთეზიოლოგმა ძალიან კარგად იცის და მისი პრეროგატივაა სწორედ ამისი მკურნალობა დროს. საოპერაციაში მინდა მაყურებელმაც თუ მსმენელმაც იცოდეს, რომ საოპერაციაში ორი გუნდია. ერთი არის ქირურგიული გუნდი, რომელიც აბსოლუტურად არის ორიენტირებული ქირურგიული პათოლოგიის მკურნალობაზე და ანესთეზიოლოგიური გუნდი, რომელიც არის პასუხისმგებელი ყველაფერ დანარჩენზე, ხო? ანუ ის რომ პაციენტის უნთქავს რო გული მუშაობს, რო თბილია, რო არაფერი არ აწუხებს, არაფერი არ ტკივა, რო დაიღალა ამ გვერდზე წოლით თუნდაც, ხო? იმიტომ რომ დიდხანს სწავლა საოპერაციოში ასევე პაციენტის რისკია. ხელების განზიდვა, თავის გადატრიალება, ხო? პოზიციონირება ჭირდება. თვალები, რა თქმა უნდა, და ამაზე კი, ამაზე ყველაფერზე პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ქირურგიულ გუნდს ამისთვის დრო არ აქვს, ის დაკავებული არის ქირურგიული პროცესის მოგვარებისთვის, ხო? ამიტომ თუ ანაფილაქსიური რეაქცია შოკი ვითარდება პაციენტი რომელსაც ძინავს ის შოკის დროს ოპერაცია ჩერდება მაგ დროს. არა. გააჩნია მდგომარეობას, ხო? ანუ თუ პაციენტის ანაფილაქსიური შოკის განვითარების კლინიკა განსხვავდება სიფხიზლეში მყოფი პაციენტის, იმიტომ რომ პაციენტს იქ შეუძლია ჩივილი წარმოგიდგინოს, რომ უია ბრონქოსპაზმი დაამეწყო. იქ პაციენტი ვერაფერს გეტყვის, იქ ეუბნება მონიტორინგი და მონიტორის შედეგები, კანის დათვალიერება, თუ გაქვს ცდომა კანზე, თუმცა ზოგი ოპერაციის დროს კანი ხანდახან სრულად დაფარვლა და არ ჩანდეს. ანუ გვაქვს გარკვეული კლინიკური ალგორითმი, როგორ ვიეჭვოთ, რომ ამ შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკია და იმას თავისი მკურნალობის გზა აქვს. ნუ შოკიც შეიძლება იყოს ძალიან მძიმედ, თქვათ, შექცევადი ამ ფაზაში, რა თქმა უნდა, ოპერაცია ან წყდება, ან გრძელდება იმის და მიხედვით რა დადგა, კლინიკური მდგომარეობა და რა გართულება მივიღეთ და როგორ დამძიმდა პაციენტი, ან იმის და მიხედვით რომელი ქირურგიული ეტაპია. ყველა ეტაპზე ქირურგიული ოპერაციის გაჩერება რა თქმა უნდა არ გამოდის, ხო? ანუ ამიტომ შეიძლება სცენარები განსხვავებული იყოს ისეთიც, იყოს ასეთიც. შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება შეჩერდეს, გააჩნია, რამდენად შესაძლებელია ქირურგიული პროცესის შეჩერება და რამდენად კარგად იმორჩილებს ანესთეზიოლოგი თქვა ანაფილაქსიური შოკის მართვის პროცესებს, ხო? თუ სისხლდენა ვითარდება, რომელიც ქირურგის ტაქტიკის რა თქმა უნდა ვერ შეჩერდება ოპერაცია. ანაფილაქსიური შოკის პერიოდში გაგრძელდება, სწორედ ამას ვამბობ, ნახეთ, ანუ ქირურგიული პროცესი, ქირურგიული პათოლოგიის და მასთან დაკავშირებული გართულებების კორექციისთვის არის დანარჩენი ყველაფრის ანესთეზიოლოგი. აი, ცოტა უფრო ლაით შეკითხვებზე გადავიდეთ. ხო, აი, კვლევები რა მე მგონი ამოვწყო. ხო, კვლევებზე ხო კი. კვლევები, მოკლედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუ ანესთეზიოლოგის მიერ არ არის დანიშნული დამატებით შაღრმავებული კვლევა რომელიმე მედიკამენტზე არსებული ალერგიის ისე რეკომენდაციაში არის. ჩვენ ხშირად გვაქვს პაციენტებთან და ოჯახის განსაკუთრებით ბავშვთა პრაქტიკაში, რომ სინჯებს რატომ არ მიკეთებთ. ხვდებით? ანუ არც ერთი ექიმი არ არის ის ტიპი, რომელმაც თავისი რისკი გაზარდოს, ხო? ანუ ამას მოდი პირდაპირ გეტყვი, ამ სინჯებს დღემდე აკეთებენ ძალიან ბევრი ექიმი. სწორად ჩატარებული სინჯი დღემდე ალერგიის გამომრიცხვად ითვლება. ანუ სწორად ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ იქ თქვათ, ამას ალერგოლოგები უფრო კარგად იტყვიან, ეს არის შედარებითი, ანუ ჰისტამინი შედის კანქვეშ და მედიკამენტი გარკვეული განზავებით. და ამ ორი შედარებით მე ამბობ, რომ გაქვს თუ არა გაქვს, ხო? იმიტომ რომ ჰისტამინიც არის, ასე თქვათ, ალერგიის ერთ-ერთი მედიატორი, რომელიც კანის ცვლილება უნდა გამოიწვევს. გარდა ამისა, სიხშირით ისაზღვრება იმუნოგლობულინი, ხო? ანუ ჩემი მზაობა ალერგიული რეაქციის მიმართ, იმიტომ რომ ანაფილაქსიური შოკი არის ჩემი მზაობა, ანუ ჩემი მზაობა უფრო მაღალი იყო, რომ ალერგენთან ასე ვთქვათ, წინააღმდეგ მებრძოლა ჩემო იმუნურ სისტემას და იმიტომ მივიღე ესეთი გენერალიზებული პასუხი, ხო? ამიტომ იქ სპეციალიზირებულ კვალიფიცირებულ ალერგოლოგიურ ცენტრებში ეს ყველაფერი მიდის ძალიან კარგად დახვეწება და მე როგორც ვიცი ალერგოლოგები და გადააზუსტებდნენ ამ საკითხს, დღეში ერთ ან ორ მედიკამენტზე მეტზე ჩატარება არ არის რეკომენდირებული.
ხა წარმოიდგინეთ, თუ საჭიროება არ არის, ყველა პაციენტი მიდის, რეალურად იქიდან მოდის დასკვნით, რომელშიც წერია, რომ თუ განვითარდება ალერგიული რეაქცია, ანუ პაციენტი ალერგიული რო არის, მას ამ რეაქციის განვითარების რისკი აქვს, ანუ ამ კვლევით 100%-იანი არ იდება, არა, მე უბრალოდ მზად ვიქნები. ხვდებით, ანუ მე მზაობა ისედაც მაქვს ყველა პაციენტთან, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი პაციენტი პოტენციურად არის ალერგიის. ხო, სწორედ ესე უნდა განვიხილოთ, რომ ყოველი პაციენტი პოტენციურად შესაძლებელია რომ განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. იმიტომ რომ უცხო სხეულთან, ანუ უცხო აგენტთან ექსპოზიციის დიდი არეალია საავადმყოფო, ხო? იმიტომ რომ ანუ მედიკამენტი ერთი მეორე სხვადასხვა ჯგუფი ქიმიური წარმოებული, ამიტომ რა თქმა უნდა ამის რისკი არსებობს. ხო, ოპერაციამდე რამდენიმე საათი ადრე რატო უგრძალავთ ხოლმე ანესთეზიოლოგები თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და რა ევიდენსია აქვს ამას? რა შეეხება თამბაქოს შეწყვეტას, აქ საუბარი არის რამოდენიმე საათზე, იქ საუბარი არის თვეებზე და 40 დღეზე. კი, ბევრი ხო არასრულებს ამას. ბევრი არასრულებს და ეს არის პრინციპში არასწორი. არასწორი რა მხრივ. განაი იმიტომ რომ ექიმმა უნდა მოუწოდოს პაციენტს რომ მამნეჩვევა ეს. არამედ აქ არის ჩვეულებრივი რეზერვები ფილტვის, რომელიც პოსტოპერაციულ პერიოდში დაანჭირდება ადამიანს. ხვდებით? ნუ რომ არ განვითარდეს შეგუბებითი პნევმონია. არა მარტო შეგუბებითი, იქ თქვათ არ იყოს გარკვეული აირების, რომელსაც ჩვენ სიგარეტის მოწევის დროს გვაქვს უფრო მეტი. იქ ჰემოგლობინთან შეკავშირებული CO, რომელიც სიგარეტის წევას, არა მარტო სიგარეტის წევას, ვეიპსაც ახლავს. ხვდებით? ანუ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ჰემოგლობინის, ანუ ერითროციტებში გარკვეული ჰემოგლობინი, რომელიც ჟანგბადით უნდა იყოს, რომ კარგად მივიდეს სადმე, დაკავებული არის იმ გაზით. ამიტომ ამის ერადიკაციის ის რომ ეს ყველაფერი გამონთავისუფლდეს, რომ ადამიანს ჰქონდეს მეტი რეზერვი, ამიტომ რა თქმა უნდა რაც უფრო ადრე შეწყვეტს წევას, მით უფრო კარგი იქნება მისთვის. კაი, ერთ შეკითხვას შეხორცების პრობლემები და შემდეგ რომელიც კიდე ამ სიგარეტთან დაკავშირებული. შენ გჭირდებოდეს. დიახ. ოპერაცია და ანესთეზია. შეწყვეტდი ერთი თვე თამბაქოს მოწევას, იმიტომ რომ მახსოვს წეველი. ანუ იმდენად ყარი ევიდენსია ამისი. რომ რა თქმა უნდა შეწყვიტო. თუ урგენტია, ნუ მე მესმის, მაგრამ თუ გეგმიურია, ანუ როცა იცი სიტყვაზე რა, რომ იქ ნაწლავის ანასტომოზი უნდა შეერთდეს ორი და ამ ანასტომოზია დამოკიდებული მე კიდე ოპერაციები დაგჭირდება თუ არა და როგორ იქნება და შემდეგ. და თუ გეტყვიან რომ შეხორცდება, ნუ თუნდაც 5%-ით უფრო კარგად თუ ამას ადრე შეწყვეტ, მე მგონი აქ ჩვენ ალბათ გააზრებულად. მე მესმის, არ არის მარტივი სიგარეტის შეწყვეტა, მაგრამ არც ავადმყოფობა არის მარტივი, ხო? არც ოპერაცია არის მარტივი და ესეც შენ გადგება, ანუ ხვდები როგორ არის, ხო? ისიც ვიცით, რომ სიგარეტს ვეწევით, რომ მარტო მე ვიზიანებ თავს, მაგრამ ნუ აი, ოპერაციის შემდგომი გეტრები ეს ანესთეზიოლოგიის თემა თუ კურნა ოპერატორის, რომელიც ოპერაციას აკეთებს? ეს არის ყველას თემა. იმიტომ რომ ღრმა ვენების ტრომბოზის პროფილაქტიკაში შედის ეგ და ვიცით რომ შენი დარგია უფრო ეს თუ ყველასიო, მაგრამ უფრო მეტად შენ გეხება ეს გეტრებზე მონიტორინგი? არის საოპერაციო პაციენტში მისი უსაფრთხოების რამოდენიმე ელემენტი, რომელიც რამოდენიმე სიმაღლეზე მოწმდება. ხო, ანუ ვალდებულება აქვს ერთს გოლს, მეორეს, მესამეს, რომ ამაში იყოს ჩართული და შეამჩნიოს თუ ის არ არის, ხო? რა თქმა უნდა, ანესთეზიოლოგი მონაწილეობს ღრმავენების პროფილაქტიკაში აქტიურად, იმიტომ რომ ის ვიცით, რომ უნდა პაციენტს ჰქონდეს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ტრომბოემბოლიზმის რისკს აქვეითებს, გარკვეულწილად არასრულად. და ხა ესეთი გართულებაა, რომ თუ შეგიძლია რომ ცოტათი მაინც მოახდინო. უნდა ხო, იმიტომ რომ სხვათა შორის გეტრებზე ძალიან ბევრი პაციენტი იცინის ხოლმე და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პრევენციისთვის იმ თრომბოემბოლიზმისა, იმიტომ რომ ის თრომბი არავინ არ იცის სად დაეცემა, მაგალითად ფილტვის საერთო არტერიაზე დაცვის და სრული ობსტრუქციის შემთხვევაში 100%-იანი სიკვდილი უჭირავს ადამიანს ხელში. მეტიც, ანუ ფრენის დროს ვინც ბევრი ადამიანი რომელიც ხშირად დაფრინავს და დიდ მანძილს დაფრინავს, სასურველია აქედანვე რომ მასაც ეწვას ეს გეტრი, იმიტომ რომ ფრენაც აი ამ თრომბოემბოლიურ პროცესებს სტიმულირებას უკეთებს. კი და ოპერაცია პირდაპირ პროპორციულია თრომბოემბოლიზმის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების, იმიტომ რომ ამ დროს არის უმოძრაობა, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ფიზიოლოგიურად უნდა ვიდგეთ, მოძრაობდეთ და ამ შემდეგ რომ დააწვენ ფიზიოლოგიურად ესეთ ორგანიზმს, მაგალითად ჩვენსაც, რა თქმა უნდა, მეტი გარდა ამისა, კანჭის კუნთების შეკუმშვა ანესთეზიის დროს გძინავს არ არის, რომელიც
ვენური დინებისთვის აუცილებელი კომპონენტია, გულმკერდის მოძრაობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ხო ოპერაციის დროს ნებელობითი აღარ არის. მიდის ოპერაცია მშვენივრად, ხო? მაგალითად ოპერატორები კარგად მუშაობენ, შენ მხრივ პარამეტრები ძალიან კარგად არის პაციენტს აკონტროლებ. აი, რას აკეთებ, ანუ მაყურებელს რომ წარმოდგენა შეექმნას, ანესთეზიოლოგი რა ზიხარ ძირითადად სკამს და უყურებ მონიტორს, თუ აი როგორი არის შენი მოქმედების არეალი იმ საოპერაციო ველზე. თავიდან თუ დავიწყებთ, ხო, პირველი პაციენტთან გასაუბრება, დამშვიდება, გარკვეული საუბარი ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენი ასე ვთქვათ პაციენტთან ურთიერთობის და ვაფშე მისი მკურნალობის. იმიტომ რომ პირველად შეხება აქვს ანესთეზიოლოგთან მას, იმიტომ რომ ჩვენ ერთად შევდივართ, ვთქვათ, იქ იწყება დაძინების უხსნით ყველაფერს, როგორ უნდა მოიქცეს ოპერაციის მერე, იმიტომ რომ ყველა პაციენტი ღელავს. ძალიან იშვიათად ალბათ ძალიან დაბალი პროცენტი რომ ამბობს, ზოგი ამბობს რომ არ ღელავ, მაგრამ როგორ შეიძლება ხო, ჩვენიდან ვიცით რომ ოპერაციაზე შევდივართ, როგორ ისეთ ჩვენს არ უნდა იყოს ის. მერე იწყება, ვთქვათ, მონიტორინგის ნაწილი, მერე ინდუქცია, ანუ ანესთეზიის დასაწყისი, რომელიც თქვით რომ არის მაღალი რისკის შემცველი, იმიტომ რომ პაციენტი აბსოლუტურად მოწყვლადი ხდება, რაღაცა კარგად ასახავს ეს სიტყვა, რომ ყველა ორგანთა სისტემა გადადის აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში, არასტაბილურია სრულად, ანუ წნევად, სუნთქვა მთლიანად შენ ხელშია, პაციენტს ძინავს, მოძრაობა აღარ შეუძლია, ჩივილებს ვერ წარმოადგენს. მერე უკვე, როდესაც დაიძინა პაციენტმა გადავდივართ ძირითად ანესთეზიაზე, თუ რა თქმა უნდა ზოგადი ანესთეზიით კეთდება ოპერაცია და უკვე იწყება ჩემი ზრუნვა იმაზე, რომ როგორ მუშაობს ყველა ფიზიოლოგიური სისტემა, მაგალითად სუნთქვის სისტემა, იმიტომ რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი მაქვს და იქ პარამეტრები მონაცემები რა არის, როგორ ინფორმაციას ვიღებ, როგორ მუშაობს გული, როგორი არის ჰემოდინამიკა, როგორი არის წნევა, როგორი არის პულსი, როგორი არის სატურაცია, თუ ელექტროენცეფალოგრაფიით, გრამით მიდის, როგორი არის თქვა ძილის რომელი ფაზა, რამდენად ღრმა არის, ის ჩვენ უფრო გამარტივებული აქვს რიცხობრივად გამოდის, ასე ვთქვა და ამ რიცხვის ინტერპრეტაციით მე შემიძლია გავიღო რამდენად ღრმა ძინავს პაციენტს, ანუ ძალიან ღრმა გვაქვს იქ რა თქმა უნდა საზღვრები. უყურებ როგორი არის შარდის გამოყოფა და როგორი არის მისი ტემპერატურა და რომ ყველა წერტილი ხო არის ისე რომ უსაფრთხოთ არა და დაფიქსირებული თუ არის საოპერაციო მაგიდაზე, იმიტომ რომ პაციენტი მოძრაობის დროს არ უნდა პრინციპში მე შემიძლია ვიჯდე, ეს ინდივიდუალურია, თუ გინდა დაჯექი, მაგრამ პერიოდულად მაინც უნდა აუცილებლად დავდგე ყველაფერი ჩამოვია, რომ შევხედო დავათვალე, რომ დრო საოპერაციო ველსაც პრინციპში ანესთეზიოლოგი დიდ პროცენტში გააჩნია ოპერაციას უყურებს საოპერაციო ველს იქ რა ხდება. იმიტომ რომ ანესთეზიოლოგი არ არის მარტო მე დავაძინე, ყველა ოპერაციას აქვს თავისი კრიტიკული მომენტები, რომელიც ანესთეზიასთან ან გართულებებთან პირდაპირ კავშირშია. ყველას, ანუ არსებობს ქირურგია და რა თქმა უნდა ანესთეზიოლოგმა იცის როგორც წესი ქირურგიული ეტაპები, იმიტომ რომ ყველა ეტაპს თავისი მართვა ჭირდება ანესთეზიოლოგი. კი ბატონო, კი, სწორედ. კაი, ღრმა ძილზე გამახსენდა და ძალიან ადრე მე დაახლოებით 90-იანების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში ვიყავი სტუდენტი და პრაქტიკებს რო გავდიოდი ქირურგიაში მათ შორის ეხა არ ვიცი, მაგრამ მინახავს ოპერაციაზე გამოღვიძებული პაციენტი. ანუ ტიპს უკეთებდნენ ოპერაციას და უცბად წამოდგა. ეს რა პერიოდია შუქი არ არის, წამლების დეფიციტიც არის და ალბათ შუქი არ იყო და წამოხდა რომ გამოირთვა. არა, შუქი არა, პროსტა წამოდგა და ნუ დაუმატეს სამალი და შევიდა ის წუთი. რა იყო ხოლმე ეს? ამ პერიოდში ჩვენს მოსწრებული. კი, როგორ არა, აქ პერიოდში არ არის ჩემი პრაქტიკა ძალიან ხანმოკლე. რა თქმა უნდა, ალბათ გარკვეულწილად შეიძლება ზერელე, ზედაპირული ანესთეზია. ბუნებრივი ანესთეზიოლოგი, მედიკამენტთან დაკავშირებული, ის დოზირება ვერ ვიტყვი. ნახეთ როგორ არის მედიკამენტები ძალიან დაიხვეწა იმ 90-იანის შემდეგ და ხელმისაწვდომი ძალიან ბევრი კარგი მედიკამენტი გახდა, რომელიც მაშინ არ იყო. მე ვთვლი რომ ალბათ ამასთან იყო დაკავშირებული, ესე მგონია. იმიტომ რომ მაშინ ბევრი ამის დეფიციტი იყო, ფაქტობრივად ანესთეზიოლოგი თითქმის თავის ტყიდულობდნენ მედიკამენტებს. და რაც შეეხება ანესთეზიის სიღრმეს, ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ალბათ ესეც ასახსნელია, იმიტომ რომ მარტო ამას ვერ ვიტყვით. 90-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში ანესთეზიოლოგი იყო ერთ-ერთი არაპოპულარული დარგი, იმიტომ რომ პაციენტები ყვებოდნენ ანესთეზიის დროს მიმდინარე პროცესებს და ამბობდნენ, რომ იცი მე მეღვიძა ანესთეზიის დროს და იმ პერიოდში ბევრი სასამართლო გაიმართა, ეს ისტორიული ფაქტია და რეალურად ანესთეზიოლოგს უმტკიცებდნენ იმის შესახებ საკითხს, რომ მას ეღვიძა, რომ პაციენტი ყვებოდა რეალისტურ სურათს.
აი მე გამეღვიძა ოპერაციის მესმოდა რომ ეს ქირურგი შემოვიდეს და ემთხვეოდა კამერის მონაცემებს. და ნუ მართლა ესე იყო, ნუ წავი დილემა რა, იმიტომ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ანესთეზიოლოგი ამბობს და ქირურგი რო ჩავატარე, არაფერი არ იყო. ნუ, ეხა აქ და არმის ახსნაში დევს ერთი თეორია ანესთეზიის, ხო, როგორ მოქმედებს ანესთეზია და ანესთეზიის მედიკამენტები, გარკვეულწილად ვიცით, მაგრამ ყველა დეტალი ცნობილი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ორგანოს თუ დარვინს თქვათ აღიარებთ, ვიცით, რომ რაღაც ყველაფერს თავისი დრო აქვს და ნელ-ნელა ვითარდებოდა ადამიანი და მათ შორის ყველა ორგანოები ჩვენთვის მნიშვნელოვანი ანალიზატორი, ეს არის თქვათ სმენა, არის ყნოსვა, არის მხედველობა და ამ შეგრძნება და ამ ყველაფრის ერთად სუმირები ჩვენ ტვინი რაღაც გარკვეულ სურათს ქმნის, ხო, რომ ჩემ თავს ეს ხდება. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ანალიზატორი სხვადასხვა დროს, ანუ აი ამ ემბრიონის განვითარების სხვა ადრე რომელიც იწყებს, ის უფრო ძველი ორგანოა, სმენის ორგანო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი, ანუ ჩვენ წინაპრებს სმენა ჰქონდათ, მაგრამ სხვა დაანჩენი არ ჰქონდათ. ამიტომ ვინაიდან თავის ტვინს აქვს ასოციაციური უნარი, ანუ ის რომ რაღაცა ინფორმაციებით შეუძლია მან შექმნას რაღაც გარკვეული სურათი, ერთი თეორია იყო ესეთი, რომ ვინაიდან სმენის ანალიზატორი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ანესთეზიის დროს სავარაუდოდ ის ვერ ხდება მისი სრულად გამოთიშვა. როდესაც ანესთეზია შედარებით ზედაპირული ხდება და ის უნდა გახდეს ერელემენტო ოპერაციის დასასრულს გაღვიძება, აუცილებელი ნაწილია, ხო? რაღაც გარკვეული შეგრძნებებით და გაგონილი სმენის ანალიზატორით ტვინმა გაღვიძების მერე შექმნა სურათი. ანუ იქ ვიღაცამ დაილაპარაკა, ვიღაცამ ისთქვა, ასე შემდეგ და ეს დაამტკიცეს ესეთ, რომ ოპერაციის დროს, საკმაოდ კარგი ანესთეზიის დროს ამბობდნენ ნეგატიურ ინფორმაციას აღღერებდნენ პაციენტთან დაკავშირებით და პაციენტს ჰემოდინამიური მაჩვენებლები ეცვლებოდა. ანუ გარკვეულწილად რეაგირებდა და თქვეს, რომ სმენის ანალიზატორი ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ძველია, მისი გამოთიშვა ესე მარტივი არ არის და ამიტომ ვთქვათ, საოპერაციო სიჩუმის შენარჩუნება რეკომენდირებულია, ხო? ანუ ხმაური ასე შემდეგ არ არის, არც არაფრის ლაპარაკი, თუნდაც ცუდის, ნუ ეხლა ცოტა ძალიან საინტერესო რაღაცას ყოფილი და ეხლა რაღაცაზე დაუფიქრდი და მე აპენდექტომიის ოპერაცია მაქვს ჩატარებული, ფრმანაწლა, ჭიაყელანაწლავი მაქვს ამოკვეთილი და აი ხა გამახსენდა, რომ მესმოდა, უბრალოდ უკვე ოპერაციის შემდგომ მესმოდა ყველაფერი. ეხლა პატარა ვიყავი და ეხლა დაუკავშირე მესმოდა, უბრალოდ მე საუბრის უნარი არ მქონდა. მაგრამ ანუ ყველაფერს მეძინა, ალბათ ეგონათ რომ მეძინა, მაგრამ სმენის თვალსაზრისით მესმოდა. ნახეთ, ადამიანს რომ შეეძლოს იმ ტკივილის გადატანა, მაშინ ანესთეზია არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, თქვენ მაშინ არ გტკიოდათ, უბრალოდ თქვენმა ტვინმა სავარაუდოდ შექმნა ის სურათი ჯამში, რომ აი მე ოპერაციის დროს მეღვიწე. ხა როგორ მოხდა ამისი, თქვათ, განეიტრალება, ხო? რაღაცას რო ამტკიცებ, შენ გჭირდება ევიდენსი, თორემ მე აღარ მინდა კაცო ეს დარგი, იმიტომ რომ ვიღაცა შეუძლია მიჩილოს, მომიგოს, მე ყველაფერი წამოვიდა, თქვათ, ძილის სიღრმის ჩამწერი და შემსწავლელი მონიტორინგის საშუალებები. ანუ დღეს თქვათ ეს ხელმისაწვდომია. მე შემიძლია ვთქვა ამ პაციენტს ამ რიცხვზე და ვთქვა ნამდვილად რომ მას აუცილებლად ძინავს. იმიტომ რომ ეს ევიდენსია ის თავის ტვინის ელექტრულ აქტივობასთან პირდაპირ კავშირშია და იმას ჩავეწე და ვიტყვი რომ იცი ეს. კაი, შენ ახლა რევიზირებაზე როდესაც საუბრობდით, მუდმივად ამბობდი რომ ანუ ოპერაციის მსვლელობის ოპერაციის მიმდინარეობისას ანუ მუდმივად ახდენ რაღაცა სისტემების რევიზირებას, ხომ? თქვათ ეს იყო შარდის გაუმყოფის სისტემა, ძილის სიღრმესთან დაკავშირებით და ტემპერატურაც ახსენე. მე მინდა ტემპერატურაზე კითხო, ოპერაციის შემდგომ რატომ, როდესაც ფხიზლდებიან პაციენტები, რატომ ცივად? ხო, მიზეზი, საერთოდ მძინარე პაციენტი, ვინაიდან ჩვენი ტემპერატურული, ასე ვთქვათ, ტემპერატურის შენარჩუნება ხდება ჩვენი ფიზიკური აქტივობით, ხო, კუნთის შეკუმშვა არის ყველაზე დიდი ენერგიის მომცემი, გათბობის თვალსაჩინით და კანკალი, ვიცით, ხო, ვთქვათ, როდესაც ჩვენ გვცივა, გვაკანკალებს, იმიტომ რომ წარმოვქნათ მეტი ტემპერატურა. ანალოგია არის ოპერაციის დროს. ოპერაციის დროს და ანესთეზიის დროს პაციენტი არის ძალიან იოლად გასცემს სითბოს, საკუთარს. და ვერ წარმოქმნის, იმიტომ რომ არ მუშაობს კუნთი, ხო, სრულად რელაქსირებულია და ძინავს. ამიტომ ის ძალიან იოლად კარგავს ტემპერატურას და ამიტომ ანესთეზიოლოგის თავარი ამოცანა არის ტემპერატურის ნორმალური
დონის შენარჩუნება. ამას რითი ახდენ? ანუ ეს გამათბობელი. არა, ეს არის ფიზიკურად ყველა მეთოდია, ეს არის რო ვთქვათ, თბილი ლეიბი, რაზეც წევს, თბილი გადასაფარებელი, ეს არის თბილი ხსნარების გადასხმა, მათ შორის გაზები, რომელიც პაციენტს სუნთქავს, აირები, ხო, ისიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. გარდა ამისა, ღია ჭრილობა, რაც უფრო დიდია, ის იქიდანაც დანაკარგი მეტია, ხო, იმიტომ რომ კანით კი კარგავ, მაგრამ უცვლისგრო რო გაიხსნება, იქ ნაწლავის ზედაპირი ძალიან ბევრია, ყველა ტერიტორიიდან ჩვეულებრივი ფიზიკის კანონია, ხო, ტემპერატურა უნდა გაიცვალოს გარემოსთან. ამიტომ პაციენტი საოპერაციოში, თან საოპერაციოში ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად დაბალი ტემპერატურა უნდა იყოს, ანუ საოპერაციოში ყოველთვის შიშველი ადამიანისთვის ცივა. ამიტომ ყველა ჩვენი მცდელობა არის იმის, რომ შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს შესაძლებელი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ თქვა ექსპოზიციის ტერიტორია ამდენად დიდია, რომ ვერ ეწევი გათბობით, იმიტომ რომ გადახურებაც, ანუ როგორ ახერხებ, ხო, ისიც ესეთი შეხების ზედაპირებით გათბობას ახერხებ თბილი ხსნარის ცხელს ხო ვერ გადაასხავ, ის უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურის, ამიტომ ხანდახან გვეწევა და სწორედ ამიტომ შეიძლება პაციენტს პოსტოპერაციულად ციოდეს. იმიტომ რომ ორგანიზმს ის ტემპერატურული დანაკნისი მერე აქვს ხოლმე კანკალით. გარდა ამისა, ერთ რაღაცა მინდა აუცილებლად თქვა, რომ კანკალი ყოველთვის დაბალ ტემპერატურასთან კავშირში არის. პოსტოპერაციული კანკალი კი ერთ-ერთი მიზეზი ტემპერატურის დანაკარგია, მაგრამ ხშირად ეს არის მედიკამენტის, ასე ვთქვათ, ეფექტი, იმიტომ რომ კუნთი იწყებს შეკუმშვას, იმიტომ რომ რელაქსანტი მანამდე მოქმედებდა და ასე შემდეგ, ანუ კანკალი ყოველთვის სიცივეს არ გულისხმობს. ეს არის უფრო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე ხშირი გართულება არის პოსტოპერაციულ და პოსტანესთეზიურ პაციენტებში, აი გულისრევა, ღებინება და კანკალი და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კანკალი და კუნთის სწრაფი მოძრაობა იგივე ჟანგბადის მოხმარება იზრდება. ამიტომ ეს გართულებაც რომელიც ახლავს ანესთეზიას და ოპერაციას სამწუხაროდ, განსაკუთრებულ ყურადღებას მოიხსნობს ანესთეზიოლოგის, ამიტომ ჩვენთვის ოპერაცია არ მთავრდება, როდესაც ქირურგმა ოპერაცია დაასრულა, ხო? იმიტომ რომ იმის მერე კიდე ეს პროცესები, საათები, პაციენტთან ძალიან ბევრი რისკები რჩება და იმას მეთვალყურება უნდა. კეთილი, ხო, ანესთეზიის ბევრს ეშინია ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ გამოსვლის პერიოდში ადამიანი იწყებს რაღაცეების ლაპარაკს. ხო, ბევრი ადამიანის მესაიდუმლია, ცოტნე სამადაშვილი. ვერ ვიტყოდი. არა, რატო ვერ ვიტყოდი? გეტყვით რატო? იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად ალბათ შემორჩენილი მითი და ისიც მედიკამენტთან დაკავშირებული არის. იყო ერთი მედიკამენტი, ადრე უფრო მეტად გავრცელებული, რომელიც ალბათ იმიტომ რომ სხვა მედიკამენტები იულად მისაწვდომი არ იყო მონოანესთეზიის სახით გამოიყენებოდა, არ მინდა მედიკამენტს შეურაცხყოფ მივაყენო, იმიტომ რომ სხვა მედიკამენტთან ერთად ის გადასარევია და ძალიან კარგია დღესაც იხმარება, თუმცა მაშინ ხელმისაწვდომი მარტო ის იყო თითქმის, ასე ვთქვათ, ანესთეზიოლოგის არჩევანში, რომელსაც ახლდა ჰალუცინაციები. ოპერაციის შემდგომ და შეყვანის დროს. ამ დროს თვითონ ფსიქიკას გააჩნია, არიან ადამიანები, ვინც არიან, რომ საუბრობენ, რომ ამეტყველდებიან, ხანდახან სისურველებსაც რა თქმა უნდა, ეს იმდენად არარეალისტური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჰალუცინაცია არ არის რეალისტური. შიგნით შეიძლება რაღაც რეალისტური კომპონენტები იყოს, მაგრამ ჰალუცინაცია უკვე ჰალუცინაციაა და ვამბობთ, რომ ეს არ არის სიმართლე. უთქვამთ, რა თქმა უნდა, პაციენტს, რაღაცა პატარა ბავშვებიც ყოფილან, როდესაც აი სრულიად სხვა მოქმედებაზე ერთხელ მახსოვს მშობელიც იყო და ბავშვმა ისეთი რაღაც გააკეთა ჟესტიკულაცია, რომ გადაირია, არიც ჩემმა შვილმა ეს არიცის. ანუ ესეთია დაახლოებით რა. ის რომ მე იქ რაღაცას ისეც ვიტყვი, შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ის ფაზა, როდესაც თქვენ საკუთარ თავს ვერ აკონტროლებთ, ხო? ანუ როდესაც მე არ შემიძლია ვაკონტროლო, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ალბათ თუ რაღაცა ძალიან მიჭირს სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაზე აქ საუბარი არ არის, მაგრამ ვთქვათ ყოფილა რომ აი უმიზეზო ტირილი და ხო, სახელმწიფო საიდუმლო ახსენე და მაგალითად პირობითად ვამბობ, რომელიღაცა ქვეყნის პრეზიდენტის ანესთეზიოლოგი ხარ ამ დროს. აი პრაქტიკა, მსოფლიო პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში როგორ არის ხოლმე იქ უსაფრთხოების სამსახურით შემოდის, რომ ვთქვათ რაღაცა წამოწდენა არ ქონდეს პაციენტს. ნახეთ, მთავრობის პირებთან ვთქვათ მომწევია მუშაობა, მე ვერ გეტყვით რომ ესეთი პროტოკოლი არსებობს, ესეთი პროტოკოლი ალბათ თვითონ პრეზიდენტის სამსახურს ექნება, თუ არის რომ აი ასეთ დროს როგორ უნდა იმოქმედოს, თუმცა მთავრობის წარმომადგენლები რო ყოფილან პრინციპები განსხვავებულია, ალბათ ეს პროტოკოლით არის, ზოგჯერ არის რომ ვთქვათ დაცვა არის, მაგრამ ის რომ მეტპერსონალი იყოს, რომელიც მე მაკონტროლებს, ესეთი არ ყოფილა.
თუმცა ასეთის პირობებშიც იცით, ახლა ისე რომ ვილაპარაკობ, თქვა, ხვალ დამჭირდა და ვიღაც ისეთი მაღალი თანამდებობის პირი არა ქართველი თქვა უცხოელს დაჭირდა ჩვენთან, ხო? თუ წარმომადგენელი იქნება არ მგონია რომ ის იყოს დისკომფორტი, იმიტომ რომ გარკვეულწილად არის პასუხისმგებლობის განაწილების საკითხი. განაწილების რა მხრივ, ვიცი, ორი კოლეგა ერთმანეთში რომ საუბრობს, გამგონია რომ თქვათ ალბათ უკეთესია ორი თვარი. ნუ არსებობს second opinion მედიცინაში ეს არცელებული სიტყვა. მეორე და განსხვავებულ აზრზე კი არ გეკითხები, აი მაგალითად ხო შეიძლება ანესთეზიის დროს აი ძველ პრეპარატზე რომ საუბრობთ, რაიმე თქვას. და რამე თქვას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ამ პროტოკოლის დროს არ ვიცი. ვერ გეტყვით, არ ვიცი. ამიტომ შესაბამისად ესეთ ფიგურებს, რომლებსაც შეიძლება რაღაც ტიპის სახელმწიფო საიდუმლოებები შეიძლება ქონდეთ, თავისი ანესთეზიოლოგის უნდა ყავდეთ, როგორც სხვა დანარჩენი. იცით რა არის, მიღებული არის ალბათ, არის ალბათ მიღებული, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია ყველა ჩვენ წარსული დროც რო გავიხსენოთ ჩვენი მთავრობები, ყველას ყავდა თავისი თქვათ გარკვეული ექიმები, ვინც. კეთილი, ცოტნე. მოდი ანესთეზიასთან დაკავშირებით ისევ რომ ერთი საინტერესო შეკითხვა მინდა დაგისვა. ზოგადად ამბობენ ხოლმე რომ ადამიანი რო იღუპებაო რაღაცა ტიპის გვირაბს გადისო. ხო ხსმენია? გამიქიეკი. ისე ხო აქ ვეგეთქვი მორწმუნე ადამიანი ხარ თუ არა? ნუ რა თქმა უნდა წამს რაღაც ანესთეზიის შემთხვევაში ეს გვირაბი არსებობს? ანესთეზიის შემთხვევაში არავის არ უთქვამს რომ გვირაბში იყო და გვირაბიდან ბოლოში სინათლეს ხედავდა. ესეთი არა. თუმცა ამასაც თავისი ახსნები ქონდა, ხო? ექიმი ხარ განათლებით და ისევ ეს თავისთვის დაზიანების არის და თქვათ იქ რაღაც ყველაფერი ხრება და სინათლეს ხედავს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ტელევიზორი რო კომუნისტების დროს ირთვოდა ხოლმე და ბოლოში თეთრი პატარა წერტილი ჩანდა და ახლობით ისიც თავის ტვინის დაზიანებასთან ვითომ კავშირში რაღაც ახსნები ადრე ქონდა ბავშვობაში მეც მაინტერესებდა ძალიან. ჩემთან გვირაბი არავის არ გაუგლია ნამდვილად, იმიტომ რომ პაციენტებთან სულ გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ყველას გვაინტერესებს, ვთქვათ, როგორი ეფექტია, როგორი შედეგი აქვს და შემდეგ პაციენტი ყოველთვის გეტყვის თუ რამე ესეთი იყო. ხა მე განმეორებით ჩვენ ვნახულობთ, გვაქვს საუბარი, ესე შემდეგ ზოგს პრეტენზია აქვს, ზოგს არა აქვს და მაგრამ ესეთი არ ყოფილა. ყოფილა რომ ირა კარგად ძლივს გამოვიძენ. ბოლო წლების ძირითადი უკავშირი პაციენტებთან მაქრო აი ბოლო ძლივს დავიძინე კარგად, რა თქმა უნდა არა დიდი ოპერაციების შემდეგ, აი ვთქვათ, პროცედურებზე რო ძინავ და აი ძლივს გამოვიძინე და ამ დროს ეძინა 2 წუთი ან 5 წუთი ხო და აი ისეთი კაი შეგრძნება იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს მედიკამენტი გარკვეულწილად ამ კომფორტს აკეთებს. ხო, თუმცა მაგალითად აი შენ, როდესაც თქვათ ანესთეზიის შემდგომ გართულებებზე ვისაუბრეთ, რომ ეს იყო კანკალი და თქვათ პირღებინება, ხომ? ან ოპერაციის შემდგომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში შეზღუდული აქვს პაციენტს სითხის მიღება პირიდან, ხო? და მე მახსოვს რომ აი ეს საშინელება იყო ხოლმე ისევ ამ ჩემ ბრმანწლავის ოპერაციას დაუბრუნებ ლიმნიან წყალს რო ტუჩებზე გისვავდნენ და კატასტროფა იყო რომ მინდოდა გამომეგლიჯა ისიქა და დამელია ხო აი რატო ზღუდავთ სითხის მიღებას აი ამ ნაოპერაციებ ადამიანში რა შეიძლება სითხის მიღებას პოსტოპერაციულად ეს შეიძლება იყოს განპირობებული ქირურგიული პათოლოგიის და გამო ხო იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს თქვათ იმიტომ რომ ნებისმიერი სითხეც კი ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულატორია თუ ამ დროს ქირურგიული წინააღმდეგ ჩვენება რა თქმა უნდა არ ვაძლევთ. თუმცა არ არის. ნახეთ ადრეულ პოსტოპერაციულ უახლოეს პოსტოპერაციულ და პოსტანესთეზიურ პერიოდში პაციენტი ვერ აკონტროლებს კარგად სასუნთქი გზების უსაფრთხოებასთან რომ კი ბატონო რომ არ მოხდეს იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი გართულება და ვინაიდან მოხვედრილი თქვათ წყალი საკვები მით უმეტეს საკვებს არავინ არ აძლევს უახლოეს პოსტოპერაციულს ძალიან მალე ბავშვებიც კი პატარებიც თქვათ რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იქ ვცდილობთ რომ ადრე ანუ პროტოკოლები არსებობს ამის დაცვის აუცილებლობის ვცდილობთ რომ შეიძლება მალე დაიწყოს თუ ჩვენება არის მაგრამ ის რაც ადრე იყო რომ აი მთელი დღე არ უნდა დაალევინო ანუ 2 ან 3 დღე კიდევ ერთხელ ვიმეორე თუ ქირურგიული ის არ არის ლიმიტაცია ისე რა თქმა უნდა ჩვენ ვეუბნებით რომ დაიწყოთ იმიტომ დიდხანს ცარიელი კუჭიც არ არის რეკომენდირებული აი ყოფილა შეს კლინიკურ პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა რომ აი საოპერაციოში ერთი სიკვდილი გაათავე თუ როგორი გამოთქმა და აი რა შემთხვევა იყო ასეთი რომ მითხრა მაგალითად შენ როდესაც ანესთეზიას აკეთებ. იცით რა ეს ჭავარას საოპერაციაში ხო არ შევიდია. უკვე დრო არის ჭაღარის ისედაც ამის გარეშე. რა თქმა უნდა ყოფილა ესეთი შემთხვევები, როდესაც ციკლიკე მგონია რომ ცხოვრება იქ გავატარე, იმიტომ რომ
ნებისმიერი გართულება, რომელიც ხდება, ეს არ აქვს მნიშვნელობა ანესთეზიოლოგიური იქნება, ქირურგიული იქნება, იცი რომ გუნდთან ერთად შეუნდა მოაგვარო, ხო? ყოველთვის არის შემთხვევები, რომელიც ვთქვათ, მალე გვარდება, არის შემთხვევები, რომელიც მალე ვერ გვარდება რა. რა ვიცი, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვათ, წავე დაჭრილი პაციენტი გავიხსენო, გულში დაჭრილი პაციენტი ყო. ტამპონადაც იყო და ნუ პირდაპირ გულში იყო, გულგაჩერებული შემოვიდა. იცი რა არის ახალგაზრდა კაცი, აი ეს ყველაფერს იმ წუთში კი თითქოს ვერ აანალიზებ, მაგრამ ნუ twin რაღაც თავის ასე ვთქვათ, ანალიქს მაინც ბოლოს აკეთებს. აი ბოლოს კი იმ წუთში შრომობ, პრობლემა არ არის. აკეთებ ყველაფერს, ალბათ შეიძლება ისეთები გავაკეთო, რომელიც შეიძლება ისე ფიზიკურად ვერ შევძლო, ვთქვათ. იმ მომენტში აკეთებ, იმიტომ რომ სტრესი ჩვენთვისაც ხო არის, რა სტრესულ პროცესში ყველაფერს აკეთებ, მაგრამ აი მე რო ეს ყველაფერი კარგად თუ დამთავრდება და დამთავრდება ხშირ შემთხვევაში ხოლმე. მე რეგერ ერხევა. ერხევა ბერიტყვი, ემოციურად ხო, რა ამის ანალიზს აკეთებ. მე ყოველთვის მე პირადად ესე მაქვს რა, მით უმეტეს აიხლა რაც უფრო დიდი, ვთქვათ, ასაკიც მომენტა გარკვეულწილად და რაღაც გამოცდილებაც, რომ მე სულ იწყებ ანალიზს იმას, რომ აი იმ გავლილ გზაში რამე ხო არის, მნიშვნელობა არა კარგად დამთავრდება, სულად დამთავრდება. კარგად დამთავრებულშიც ცდილობ რომ დახვეწო შენი ქმედებები. ეს არის აუცილებელი, რომ მარტო არ ხარ, გუნდი არის და გუნდის რომელიმე წევრის, ხო? იქ ადამიანები ვინც ვთქვათ შენთან ერთად ამაში იყო, რა უნდა გვექნა ისე, იმიტომ რომ ხანდახან არის საკვანძო მომენტები, როდესაც ერთი სწორი, ვთქვათ, ნაბიჯი გარკვეულწილად შეიძლება სცენარს შეცვლიდა. ცოტნე, ასევე გავრცელებული აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით და არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება სამედიცინო მტკიცებულებაზე იყოს დამყარებული, რომ ანესთეზიის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესში, როდესაც გადის ადამიანი, ვთქვათ, ბინაზე ეწერება და ასე შემდეგ, რაღაცა ტიპის მეხსიერების დაქვეითებები უჩნდებათ, რომ თქვათ ის რაღაც ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების შესაძლებელია რაღაცნაირი გარღვევა მეხსიერებაში. ეს რა ფენომენი არის და რეალობაა თუ მითია? მოდი თქვათ და კიდევ ბევრს აქვს ხოლმე რაღაცა ოპერაციული ნევროზები, რომლებიც მაგალითად შეიძლება უცბად ოფლმა დაასხას, რაღაც პანიკური შეტევების გავსი რაღაცეები და ეს ანესთეზიასთან რამე კავშირში არის? გეტყვით, რომ ჯერო ვთქვათ მეცნიერებით ახსნათ. ზოგადად ანესთეზიო მედიკამენტები ძალიან ბევრჯერ არის ასეთ კლინიკურ კვლევებში ჩაბრუნებული, რომ რამდენად ისინი იწვევენ, მაგალითად ბავშვებში, განსაკუთრებით ნეიროგანვითარების დაბრკოლებას. ბავშვები ახლა დღეს ვიცით, რომ ქირურგიული ჩარეობები არის ახალშობილებიდან, კი არა ინტრანატალურადაც კი გარკვეული ოპერაციები კეთდება, ვიდრე გარდაცვალების ასაკამდე ოპერაციები კეთდება. და ხშირად ბავშვთა ასაკში და ახალშობილებში საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაციები, ხო, რაღაც კორექციები რო არის ბუნებრივი სიმახინჯების და ერთ ეტაპად ისინი ვერ მთავრდება ან ზრდასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ ექსპოზიცია მედიკამენტების მიმართ უფრო ხშირი აქვთ საანესთეზიო მედიკამენტებთან, ამიტომ ეს ტესტირებები ბევრჯერ არის ჩატარებული და ჩვენს მედიკამენტებზე ცნობილი არის, რომ მიუხედავად ხშირი ექსპოზიციისა, მათ არ ახასიათებს სერიოზული ნეიროტოქსიური ეფექტი. რაც არის ვთქვათ, ჩვენს მეხსიერებასთან, ადამიანის მეხსიერებასთან, მხედველობასთან, ბევრი გამიგია, რომ კბილები დამცვიდა ოპერაციის მეთმები დამცვიდა და ასე შემდეგ. ანუ მედიკამენტებთან დაკავშირებული ესეთი პირდაპირი ტოქსიური ეფექტი, თუნდაც ხშირი განმეორებითი ანესთეზიების პირობებში და იქ ბავშვებზე იყო რაღაც გარკვეულ მედიკამენტზე საუბარი, რომ ვთქვათ 6 თვეში ამდენი ექსპოზიცია და არა უფრო მეტი იქნება რეკომენდირებული, ეს ჩვენ ვიცით. მეორე, რამაც შეიძლება იმოქმედოს, ეს არის თვითონ ოპერაცია და ოპერაციული სტრესი, იმიტომ რომ ოპერაცია მარტო არ არის რაღაცა ვთქვათ ქირურგიული პათოლოგიის ამოჭრა. ეს არის მანამდე არსებული რაღაც გარკვეული ანთება, გარკვეული სისტემური პასუხი, იმიტომ რომ ორგანიზმში არის ლოკალიზებული, ჩვენ შეიძლება ვხედავთ, რომ ეს ლოკალიზებულია, მაგრამ რაღაც მას სისტემური რაღაცა მაგის გარდა ფსიქოემოციური ფონიც, ფსიქოემოციური, იმიტომ რომ სტაციონარში ყოფნის პერიოდი ადამიანის აბსოლუტურად სხვა პერიოდია ცხოვრებაში. მაგალითად, რო შევადაროთ ასაკოვნებში პოსტოპერაციული კოგნიტიური დისფუნქციის, ანუ რომ ენცეფალოპათიები რო ეწყებათ, მიზეზი არის გარემო. გარემო რატო? იმიტომ რომ თქვათ, შუქიანთია სულ, აპარატები ყვირიან, ძილი დაირღვა, ხო, სტრესულია გარემო. ფსიქოლოგიურად კიდევ, ანუ რაც დამტკიცებული ევიდენსურად, რომ მოხუცები არ ამბობენ, მაგრამ აქვთ ეჭვი, ის დატოვეს, სხვაგან წაიყვანეს. ანუ რომ ვერ ხედავენ ოჯახის წევრებს, ეს ასე პირდაპირ კი არ არის, მაგრამ ოჯახის წევრებთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ ხშირად ვეუბნებით, რომ თქვათ, ოპერაციის მერე იყავით ახლოს, იმიტომ რომ ხედავენ თავის შინაურებს, ეს უფრო ნაკლებია, ანუ მღელვარება.
ანუ ოპერაციაში არის ლოკალური და სისტემური ჩემ შეკითხვაზე რომ არა, სანესთეზიო მედიკამენტები ამას არ იწევს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაურთულებელი სტანდარტულად, ანუ დღევანდელი მიღებული სტანდარტით ჩატარებული ანესთეზია არანაირ ნევროლოგიურ ცვლილებას არის. ხო, ხსმენია ისე რომ ანესთეზიის მერე დამემართა რაღაც. იქ შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულ ასაკონტინგენტში შეიძლება ხელი შეუწყოს შექცევად, ამ დანიშნულოვანია შექცევადობასა დროულობას ზოგიერთი მედიკამენტების ნეიროტოქსიურმა ეფექტმა. რა თქმა უნდა, ესენი ჩვენ ვიცით და მედიკამენტებს ამ კონტინგენტში მაქსიმალურად არ ვიყენებთ. აი, კიდე ერთი შეკითხვა მაქვს. ოპერაციის შემდგომ, როდესაც პაციენტი იღვიძებს, რატომ ტკივათ პაციენტებს ხელი? ხო. ძალიან ბევრს არ ტკივა. ეს არის მექანიკური ზეწოლის შედეგად განვითარებული შეგრძნება. ჩვენ რომ ამბობთ, რომ პაციენტი დაიძინებს მერე, უნდა ვაკონტროლოთ სუნთქვა. ხო, სუნთქვის კონტროლი მილის გარეშე, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე და მილი რატო გვჭირდება? მილი არის იზოლაცია ორი მნიშვნელოვანი ორგანოთა სისტემის. ანუ საყლაპავი, რომელიც არის კურნათლავის სისტემა და ტრაქეა, რომელიც არის სასუნთქის სისტემა. ანუ მათი იზოლაცია ფიზიოლოგიურად არის, თქვათ, ხორცსარქველით და ყიათ, მაგრამ როცა პაციენტს ძინავს, ის აღარ მუშაობს. ამიტომ მე მჭირდება ეს ორი ერთმანეთისგან გავაცალკევო, იმიტომ რომ მაშინ კატასტროფა მოხდება ერთიდან მეორეში გადავა, მეორედან პირველში, ხო? ამის ერთ-ერთი საშუალება არის მილი. მილი, რომელიც ჰერმეტულად დევს ტრაქეაში. მილმა წარმოიდგინეთ ამოიერა ტრაქეა, ამოიარა ხორხახა, პირის ღრუ, ენის ძირი და გამოვიდა გარეთ, რომ აქედან ანესთეზიოლოგმა თუ ექიმმა თუ ვიღაცა მიაერთოს აპარატი. ხო, ოპერაციაც უფრო ხანგრძლივია ამ მექანიკურ უცხოს სხეულის ექსპოზიცია ენის, პირხახის და ასე შემდეგ ამ ტერიტორიებზე, ხო? ამიტომ ახლა ზოგ პაციენტში ეს აღიქვევა შემდგომ, არასასიამოვნო შეგრძნება, ხშირად პაციენტები ამას მე მტკივა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ტკივილი შეგრძნებაც ინდივიდუალურია, ვთქვათ, ერთ და იგივე დაავადება მე მტკივა 0-დან 10-მდე 3 და შენ მტკივა 7-ით, მაგრამ შენი შეგრძნებაა, ხო? ამიტომ ვიღაცას ტკივა, ვიღაცას ამბობს, რომ ხო რაღაცას გზნობ, ვიღაცას საერთოდ არ გზნობს. ამის პრედიქცია წარმოუდგენელია, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, ვთქვათ, ინსტრუმენტაცია გავაკეთებ, ვთქვათ, ლარინგოსკოპი ჩავდგი, მილი ჩავდგი, მანჟეტი გავბერე იმ წმევაზე, რაც საჭიროა, წესით, ანუ ესეც ვიცით ინფორმაცია შესწავლოს კვლევების შედეგი. ანუ ეს არის მექანიკური გაღიზიანების შედეგი, რომელიც სიმშრალემაც გამოიწვევს. სიმშრალემაც, რომელიც მალევე ლაგდება. ხშირ შემთხვევაში. კაი, კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა, აი არსებობენ ესეთი ადამიანები, რომ მე მაგალითად უთქვავთ და უტრაბახიათ, არ ვიცი ეს რომ ვერანაირი წამალი ვერ დამაძინა ანესთეზიოლოგმა, ვერ გაგიჟდა ანესთეზიოლოგი, რაღაც ხენის დოზა, ვეშაპის დოზა, რაღაც წამალი შემოყვა და ესეც რა თქმა უნდა მითია თუ რეალობა, აი რომ მითხრა ორგანიზმის თავისებურებები რამე ასახვას პოვებს თუ არა ანესთეზიაზე. რა თქმა უნდა გარკვეულწილად პოვებს. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ მომხმარებლები ვინც არიან ხო ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლები მათ შეიძლება მეტი დოზა დაჭირდეთ იმიტომ რომ უბრალოდ მათი რეცეპტორების რაოდენობა ბევრია და მათ ეს მართლა ჭირდებათ მეტი. რაც შეეხება ისო ვერ დამაძინეს ვერ მომერიეს ვთქვათ ესეთი არ არსებობს იმიტომ რომ დამარცხებული ანესთეზიოლოგი ამ შემთხვევაში არ არსებობს. ანუ დაუძინებელი პაციენტი არ არსებობს. დაიძინებს ანამ ან იმ დოზით. ახლა დოზირების საკითხიც ესე არის ხო ის რაღაც კვლევებია და ვთქვათ აჩვენა 1000-დან ვთქვათ 900-მა დაიძინა ამ დოზაზე, მაგრამ ის რაღაც 100-მა ხო არ დაიძინა, იქნება ამ 100-შია. ამიტომ შეიძლება მეტი დაჭირდეს. ან ზოგს უფრო ნაკლები, ანუ ესე რომ, მაგრამ რომ არ საერთოდ დაიძინა. წონა ზომაზეც ალბათ არის. რა თქმა უნდა არის გარკვეული მედიკამენტი. სხვადასხვა ყველა მედიკამენტს თავისი კლინიკური ფარმაკოლოგია აქვს. ზოგი არის ექშო, ანუ მე ხარა წონაც მაქვს ის და ამაში ცხიმით შედის, ზოგი მხოლოდ ვთქვათ, კუნთი რაც არის იმ წონის მიხედვით, ანუ განსხვავებული მედიკამენტს თავისი ფარმაკოლოგია აქვს და მიცოდნა ჭირდება. კეთილი, კიდე რა მინდოდა მე თქვა შენთვის, ხო აი ცნობილი დათვლა დაითვალე. ხო. 10-მდე და 1 2 3 და გეძინება აი რა. რამდენზე გეძინება 3-ზე 4-ზე თუ ძა მე არც არ ვათვლევინებ პაციენტს. ხო არის ათვლევინებ. არის რა თქმა უნდა, არიან ადამიანიც ათვლევინებენ. მე რაღაცა ჩემი მდგომა მაქვს. მე მაგალითად მიჩვენე ამდე ვესაუბრო, ვეუბნები რომ აი თქვა ის უნთხე აბა ნახე შენ როგორ შეიძლება თავისი მიღაბი დავაჭერიно რა შენ დაიჭერე და ის უნთხე რომ მე თუნდაც ნახა დათვლის პრინციპშიც ხო ეს დროის გაყვანა კი არ არის, არ მგონია.
ეს არის უბრალოდ რომ პაციენტი დაასაქმო და რომ დასაქმდა ემოციური ხო შედარებით უფრო, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ითვლის ხო რაღაცა, ეს გაგება და სწორია გარკვეულწილად ამ ეს ასეთი ტრიუკი შეიძლება სხვა გამოიყენო, ხო თქვა რაც მე ვაკეთებ, რომ აი მოდი რაღაც ვესაუბრები სპეციალობაზე ასე შემდეგ, აბა ის და იმ პერიოდში ვცდილობ რომ გადავატანო, ანუ ემოციური და გარდა ამისა მე ვიგებ თან ძილის რომელი ფაზა წამოვიდა, ანუ უკვე ისე დათვლას რო დაუბრუნდეთ, ხო, როდის დგება ხოლმე ეს პირველი ძილის ფაზა 1 2 3 იძინება მე თუ სხვადასხვა კიდევ ერთხელ მეორე დამოკიდებული არის პაციენტის სტანდარტულად საშუალო არითმეტიკული ალბათ 5-დან 8-მდე უკვე ძინავს ოღონდ გაშინერისთვის საკმარისია. ანუ ის რომ რის მერე აღარ შეუძლია რომ გიპასუხოს და დათვალოს, მაგრამ ის შეიძლება არ იყოს საკმარისი ოპერაცია. კი, მესმის, მაგრამ ანუ რის მერე, ანუ ის რასაც უყურებთ ჩვენ, კი, უკვე კი 99 და 9-ში ეგრეა. ზოგან შეიძლება 3-ზეც უკვე ეძინოს. ცოტნე ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ანესთეზიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანს მართლაც აქვს შიშები. ეს შიშები შეიძლება იყოს რაციონალურიც, ირაციონალურიც, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად არც თუ ისე იშვიათია ხოლმე, რომ მაგალითად გაგვიგია, რომ პაციენტის დაღუპვაში იყო გამოკვეთილი ანესთეზიოლოგის ბრალეულობა. ხო, ამის პრევენცია 100%-ით როგორც ჩვენ თქვი, ხო, ან არ არსებობს, იმიტომ რომ თქვა თუ იქ ალერგიული ანაფილაქსიური რეაქცია წამოვიდა, აი თქვა კი, მაქსიმალურად მზად უნდა იყო, რომ ეს შეიძლება განვითარდეს, მაგრამ 100%-იანი პრევენციაც არ არსებობს, მაგრამ აი ყურადღებობაც შეიძლება იყოს ხოლმე, შეიძლება მიზეზი იმისა, რომ პაციენტი რაღაცა ისე არ მოხდეს. მაგრამ დღეს თანამედროვე ანესთეზიოლოგიამ და დახვეწილია ხო, რაზეც ვისაუბრეთ, ეს იყო მედიკამენტების ნაწილი, მონიტორინგი ხომ, რომელსაც პირდაპირ ციფრებით უყურებ ეკრანზე, როგორ რანაირად მიმდინარეობს ამ პაციენტის ფაზა, ხო, კონკრეტული მდგომარეობის ძილის ფაზა და ასევე მედიკამენტებიც ისეთი ტოქსიკურები აღარ არის, როგორც ადრე იყო და ბევრად უკეთესი და ამ მედიკამენტების გამოსვლასთან დაკავშირებით ახლა ერთ კითხვას დაგისვამ, რამდენ ხანში ტოვებენ და რა გზით გამოდიან ორგანიზმიდან? ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი მინდა გავაჟღერო, რომ ესეთი მიდგომა, რომ აი შენი ამდენ ხანს გაგრძელდება კონკრეტულ დროზე, ჯობია არ ვესაუბროთ ხოლმე, იმიტომ რომ მედიკამენტის ელიმინაციასაც ჩვენ ვამბობთ გამოყოფას ორგანიზმიდან აქვს ის დამოკიდებული არის გარკვეულ ჩვენს ორგანოთა სისტემებში მიმდინარე პროცესებთან, ხო? ანუ იმიტომ რომ მედიკამენტი დაიშალოს და გარეთ გამოვიდეს რომელიღაცა გზით. თუ რაიმე პრობლემა ჩდება რომელიმე ორგანოში, ან იყო მანამდე, შეიძლება ის გახანძრებული იყოს მისი გამოყოფა, ან შეიძლება გენეტიკური დეფიციტი ჰქონდეს ადამიანს გარკვეული მედიკამენტის დაშლის საკითხში, ამიტომ შეიძლება მეტხანს გაგრძელდეს. ერთი არის ის, რომ ანესთეზიოლოგიისთვის იდეალური მედიკამენტი ჯერ შექმნილი არის, მაგრამ ჩვენ მივისწრაფვით ყოველი ახალი თაობა უკვე იდეალურთან ახლოს არის, რომ იყოს შეყვანისთანავე იწყებდეს ეფექტს, ანუ შევიყვანე და იმ წუთში დაიძინა და არ ველოდო თუნდაც 10 დათვლა. რომ შევწყვეთ შეყვანას, წყვეტდეს თავის მოქმედებას, იმიტომ რომ როგორც კი შევწყვიტე, მაშინათვე გაიღვიძა, რომ აქვს მინიმალური ტოქსიური ეფექტი, ანუ თერაპიული ეფექტი და ტოქსიური, ანუ რამდენიც არ უნდა შევიყვანო პაციენტს არ მომიწამლას და არაფერს არ გამოიწვევს ცულს და კიდევ ამაში ერთ-ერთი რომ კონდეს მინიმალური გვერდითი ეფექტები, არ კონდეს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების, ასე ვთქვათ, გზები და ამავე დროს კონდეს ანტაგონისტი. ანუ როცა მომინდა ანტაგონისტი შევიყვანე და იმის განიტრალება მოხდება. ამას გეუბნები ეს არის მოკლე მოთხოვნა ანესთეზიოლოგ და იყოს ულტრა ხანმოკლე. ანუ აი შევიყვანე მუშაობს, გავაჩერე აღარ მუშაობს. იმიტომ რომ ანესთეზიოლოგი არ არის დარგი, სუიქ პროცესები რაღაც სხვა ვითარდება და. და ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართო, ჩვენ პირველი შეკითხვა დაგიწყეთ, რომ გამოგვიძება უფრო რთულია თუ დაძინებაო და შემეცხედრო ორივე რთულია და ისევ გამოგვიძებას დაუბრუნდეთ. ამას აკეთებ? არა. ისე კეთდებოდა. კეთდებოდა, ეს ძველია. და გამოგვიძებისას პირველი შენესაუბრები პაციენტს და რა ასეუბნები, როგორ აღვიძებ, შეგიძლია რომ ეხა კამერით მითხა და დავამშვიდობ. მაგალითად გიორგი თუ არის გიორგი და შეიძლება ბეჭზე მიუკაკუნო, რომ გიორგი დამთავრდა ოპერაცია, გაიღვიძე,
გაახილე თვალები, მორჩა, ყველაფერი კარგად. გაახილე, კარგად გაახილე, ეუბნები? არა, გაახილე თვალები, არა, თუ საჭიროა, მე ბევრი რამ უთხრენ, რომ წინასწარ სანამ იძინებს რომ ეუბნები, რომ ბოლოში მე დაგიძახებ, დაიმახსოვრე ჩემი ხმა და მე ამას გთხოვ. შეიძლება ის ყველაფერი არ ახსოვდეს, მაგრამ არიან პაციენტის გარკვეული კონდიციები, რომელსაც ახსოვს და შეგისრულე ექიმო რაც დაგპირდი, ეს უთქვამთ, ხო? ამიტომ აქვს მნიშვნელობა ამ საუბარს. ანუ ცოტნე შენ ის ექიმი ხარ, რომელიც პაციენტს დაძინებამდე ეუბნები, რომ მე გაგაგუძებ ჩემ ხმას გაიგონებ პირველი, ხო? კი, ოპერაციას გააჩნია, თუ ოპერაცია იქვე მთავრდება საავადმყოფო ინტენსივში, მე პაციენტი ავდის, ვეუბნები, რომ კი, ბოლოში მე დაგიძახებ და დაგიძახებ შეეცადე, რომ ყველაფერი შემისრულო. პირველი გაგუძება საოპერაციოში ხდება, ხო? საოპერაციო მაგიდაზე. თუ პაციენტი ძალიან დიდია და მე პაციენტს სჭირდება ძილი კიდე, ან მეთვალყურეობა სპეციალური, რა თქმა უნდა, ის გადადის ინტენსიურ თერაპიაში. ცოტა ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბავზე ვისაუბრეთ დღევანდელ პოდკასტში. მე მინდა გისურვო, რომ ყველა პაციენტს დაძინების მერე გაიგოს შენი ხმა, გაიგვიძე. კარგად იყავი, მადლობა დიდი. მოკლედ ეს იყო ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვთ და ცოტა შენს დამეხმარე, რომ მოუწოდე მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube-ის არხი. და ბევრი კიდე საინტერესო შეკითხვაზე საინტერესო პასუხს გავცემთ, რა თქმა უნდა, თქვენ და ჩვენ ერთად. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი ექიმი მიკროფონთან. ერთი კვირით გემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ.